შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ოჯახის შექმნას, ბავშვის გაჩენას, ცოტა მოგვიანებით ვიწყებთ უკვე, ანუ ძალიან ნორმალური არის, ყველაფერი შეიცვალა გარემო, შეიცვალა დაავადებები, ძალიან იმატა სიმსუქნის პრობლემამ, განსაკუთრებით ამერიკაში. ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ქალის უშვილობაზე, ასევე მამაკაცის უშვილობაზე. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, ხო, ამ ყველაფრის. ქალის მიზეზებში თუ დავასახლებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ასაკი. ანუ ის რომ ჩვენ საშუალო ასაკი, როცა გვყავს პირველი გეგმავთ, რომ ყავს პირველი ბავშვი, რა თქმა უნდა, შეიცვალა და მოგვართავენ 35 წლის და ზემოთ ქალბატონები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი და ყველაზე ძნელი ალბათ მიზეზი, რომ გადალახო უშვილობა. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ძალიან ბევრი სხვა დიაგნოზები, რომლებიც ხშირად ისმება პოლიკისტოზური საკვერცხეები, ენდომეტრიოზი, მამაკაცებში შეიძლება იყოს ეს მაღალი მწვერვალობა, იგივე სიმსუქნე, წარსულში თუ იყო მკურნალობა გარკვეული პრეპარატებით, როგორც არის რადიაცია ან ქიმიოთერაპია, ეს შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზები. ანუ მიზეზები შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ არ არის უმეტეს შემთხვევაში, ანუ თუ ვილაპარაკებთ პროცენტულად, ხო? ანუ 1/13 მოდის ქალის მიზეზებზე, 1/13 მამაკაცის, მაგრამ რეალობაში თუ ჩვენ ვატარებთ სრულ გამოკვლევას ძალიან ხშირად, ხედავთ, რომ არის ეს კომბინირებული პრობლემა.